მიშა შეგითხარი. ეს არის ჩემი ადგილსამყოფელი დღეიდან. და მინდა რომ თქვენთან ერთად დავიწყო აი ამ პატარა ოთახში ცხოვრება. ვიცხოვროთ ერთად ჩემო ლამაზებო და ჩემო კარგებო მაინც. გარეთაც რა უნდა აკეთო, რასაც შიგნით აკეთე, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ამდენი უსამართლობის ატანა და ამდენი საშინელების გვერდზე მართლა ძალიან ძნელი იყო და ძალიან მიუღებელი. რაღაც თითქოს განვიცდი თუ ნერვიულობ თუ არ ვიცი, რაღაცნაირად ვარ და რანაირად ვარ არ ვიცი. შინაგან მდგომარეობას ვერ აგიხსნით, ესე არასდროს არ ყოფილვარ. მიუხედავად იმისა, რომ თეატრშიც ბევრჯერ გამოვსულ ვარ, სცენაზე მდგარ ვარ, პრემიერის წინ მდგარ ვარ, მაგრამ აი ესეთი რაღაცნაირი შეგრძნება არასდროს არ მქონია. ეხლა რო გაგაცნოთ აქ 4 კამერა მიყურებს ამ ოთახში. 1, 2, 3 და 4. მოდით ესე გავაკეთოთ, რომ ამ კამერებს აპარატებს დავარქვათ ყველას თავთავისი სახელი. ეს იქნება ყველაზე კარგი მაყურებელთან ერთად. ვახ, რანაირი განწყობაზეა. მოდი, აი ამ კამერას დავარქვათ მიშა. რომ ეს არის არა, ამას მიშა არ დავარქვათ. არ დავარქვათ ამ კამერას. მიშა იმას დავარქვათ, არა მიშას არქმევან ცოტა უხერხულიც კი არის რა. მოდი მიშა ამას დავარქვათ. მაგრამ ამას რა დავარქვათ? მოდი დავარქვათ მიშა ამას. აჰა. კარგია. მოდი ამას ვანო დავარქვათ რა. ვანო. მაინც უყვარს მაგათ კამერები და ვანა. ისე ჯობია ვანა იყოს რა. ან მაგარია რა. ამას რა დავარქვათ? ვოვა. აუ ძალიან მაგარია, მოცალე. ისე მარტო ყოფნა აქ. ეხავს რა. ამას დავარქვათ ვოვა, ალბათ მივხვდით ვინ ვოვაზე არის ლაპარაკი. ვოვა. კარგია. ერთი დაგვრჩა. რა დავარქვათ? მოდი ბარაკა დავარქვათ რა. მაგარი იქნება. ბარაკა, გოგი, აჰა. მაგარია რა. მოდი ამას მივაჩოჩებ ახლა. ზედა მხედველები და მოდი ახლა იცი რა ვქნათ ამას აი ესე უნდა დავწერო რა. როგორ თქვა რაო, სამთვეში გადავაგდებდიო. თავისუფლებამდე დარჩა. რა ვიცი აბა. სადარჩა თავისუფლებამდე. მე მგონი 3 თვე უნდა ავიღოთ რა შეძლებულა 3 თვეში თურმე რაღაცების გაგეხება და თავისუფლებამდე დარჩა დღეს არის 20 იანვარი. თავისუფლებამდე ესე იგი რამდენი დარჩა 9 აპრილამდე.
თუ არ ვცდები 78 დღე დარჩა რა. 78 დღე. აუ ისე რა იქნება? ათი რა დილას გაიღვიძე და მიშა აღარ არის. კივილი რა. ეგეთი სიხარული არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში 78 დღე თუ დარჩა, კიდე არასას ავიტანთ რა. ერთი კედელი, მეორე კედელი, მესამე კედელი, ხო? აქეთ რა ხდება? აქეთ არის პაემნების ოთახია პატარა, სადაც შუშის ფანჯარა ყოფს ერთმანეთისგან პატიმარს და მის მნახველს. სხვათა შორის ძალიან მაგარი წიგნი წამოვიღე ილია ჭავჭავაძეზე, ეს არის ბოლო კვლევა გიორგი აბაშიძის. სარკი არის ეს დღევანდელი ყოფის, ჩემი აზრით, იმიტომ რომ დრო ერთია, დრო არ იცვლება. ასე რომ იძახიან ხოლმე, რომ ის სხვა დრო იყო და ეს მე ამის არ მჯერა, იმიტომ რომ დრო ერთია და ადამიანები როგორც მაშინ, ისევე ეხლაც არიან სუდები და არიან კარგები. არ ვიცი, ვიცი გონია. ერთი ვიცი, რომ თქვენ უნდა გითხრათ 1-2 სიტყვით. სად ვიყავი, როგორ ვიყავი აქამდე, რაზე ვფიქრობდი, რა ფასეულობები გადაფასდა ჩემში, რა შეიცვალა, რა არ შემოიცვალა და ერთი კუპლეტით, ერთი ლექსით, ერთი სტროფით მინდა აგიხსნათ ეს სიტუაციაში, თუ როგორი შინაგანი მდგომარეობა მქონდა მე. ესე იგი, ჩვენ ვინა ვართ? ჩვენ რა გვინდა? გავეჭხირეთ წელში ყველას. ვიღაც ერი გრადებს ისვრის, მსოფლიოსგან ითხოვს შველას. სირცხვილი და თავის მოჭრა BBC რომ ლავობს ჩვენზე. სირცხვილი და თავის მოჭრა დაცინვა ხდალ პრეზიდენტი. როცა იტყუება სრულებითაც არ წუხს. ცოტა თუ წაიღო, მიადგება გალსტუქს. თუ არ შემოულაწმე გაუჩნდება სურვილი, შეიძლება გადაყლაპოს ტელეფონის ყურნელი. შეუძლია გადაყლაპოს 10 ტანკი ყველა ერთად. M16-ით კუჩში გადის ბრძოლის გეგმას, გეგმავს მერთან. მადლობთ ბიჭო, რომ ქვეყანას შეურჩიე შავი ფერი. ოშაღ ბიჭო მოახერხე, აღასრულე ყველაფერი. იმის მაგივრად რომ განვითარდე ჩუმად, ყურადღებას იქცევ გალსტუქს რო ჭამუმად. ყურადღებას იქცევ ნებისმიერ სახით. მაკეინს თუ დაჭირდა კეფას შეცვლის სახით. ქართველებმა პირველ რიგში მოვიშოროთ ბაბა კიბო. კიბო შენ ხარ რომ ოცნებობ, დაძმანი რომ გადაკიდო. მეტასტაზნი ალბათ მიხვდით, ჩვენში დაჯგუფებებია. მაკრატელით შემოჭრეს ახალი რუკებია. მაგრატელით შემოჭრეს არაგვი და მტკვარი, ფარისეველს დაკიდეს ეკალ ვარდის ჯვარი, ადიდეს და აქეს, გაიხადეს კერპი, საშოვარი იშოვეს, არ დააგდეს ტემპი. მოდით, წავი ვარჯიშოთ, შემოვძახოთ სარკო, და საევი ბურთი ვამბასტენი მარკო. სოკრატესი, ზიკო, ძელი, ხაზი, ძოფი, სირცხვილია, ხალხო შეგვეყარათ სოფი. რუსი ვინც არის, რაც არის, ქართულს არ უყვარს ცანცარი. აი ეს დაიმახსოვრე ჩემო კარგო. შენ მოგმართო, შენ. აიდე და. არ ვიცი, კიდე რა ვიცი, რა ძალიან აი ესეთი სულისკვეთებით ვიყავი გამშვალული მაშინ, აი ესეთ რაღაცას წერდი უცბად წამომივიდა და ალბათ კი არა, რა ვიცი. ვეფერს ვერ ვგზნობ, ვერაფერი არ მესმის, თითქოს აი დავყრუდი